ქალები ვერ იმეორებენ ამ ყველაფერს. აბა, დავაუშვი. მე ვარ დამნაშავე მაპატიე. აი, ხო თქვი? მე ვარ დამნაშავე მაპატიე, რომ შეხარ დამნაშავე. ნიკოშ, რა ისჭამ? თევზს ჭამ გინდა? კაი, თევზი არ მინდა. კაი. საყვარელო, ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი მაქვს. კარგით დაიწყე. შენს მანქანაში აიბაგებით ძალიან კარგად მუშაობს. მანქანას რა უყავი? გოგონა, შეიძლება გავიცნოთ? კი, ტელეფონის ნომერს მოგცემთ. მიდით. აინებეთ ნახვამდის დროებით. გამარჯობა, როგორ ახარ? გისმენთ? უკაცრავად სად ვრეკავ? მარიამ მაჭგალაძე ვარ, სტომატოლოგი. ჩამწერეთ. მოვა. კი ბატონო, ჩაგწერთ. ნიკა, როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მე რა ვიცი, აი მანქანა ვიყიდე და ვარა, ნელა. კარგად მიდი. უკაცრავად, რა საკეთებ? ორი წუთი რა. სამი თვია ჩემთვის არ მოგიწერია. შენ კარგად ხარ? გათხოვდი და ქმარი ყავს. ისევ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ხო? ბიჭო, რა შვები, მომინოთ წესიერად. ჯერი ახლა მე გავალ და სანამ არ მოვალ ეს არ შეჭამო, გაიგე? არ შეიძლება. შეჭამე ბიჭო. დორბლები მოგდის. ჭამე, კარგი ბიჭი ხარ, კარგი ბიჭი. დამელოდე და ბურგერს გაჭმე. ოღონდ მართლა გაჭმე. ჩემი ჭკვიანი. კაი ბიჭი ხარ. მიდი, ჭამ ბიჭი. ჭამ ბიჭი. აი, ეკრეჭი. მიდი, ეკრეჭი. აი, ბიჭი. ერთი კეთილი ბურგერი მინდა, ერთი ჰოთ-დოგი მინდა, ერთი ფრი მინდა, ასევე ყველის ჭხირები მინდა და იყოს კოკაკოლაც. ეს გოგო მგონი 2 წელი არ უჭამია. ერთი კეთილი ბურგერი მინდა, ერთი ჰოთ-დოგი მინდა, ერთი ფრი მინდა, ასევე ყველის ჭხირები მინდა და იყოს კოკაკოლაც. ეს გოგო მგონი 2 წელი არ უჭამია. აი წამობძანდით ცხოველები ცავარცხელი აქეთა, გოგონა რა საგეთებთ? თმას ვივარცხნი. სუგოებისთვისაა და კატებისთვის. მეც შვენივრად მადგება. ფჩხილებიც მაქვს გასაკეთებელი და მაკრატელი და ქლიბი გაქვთ, ხო? გამარჯობა, ერთი ფრეშავი მინდა თუ შეიძლება? და ერთი დანადოლე შამურმა. კი, ეხლავე 5 წუთში იქნება. ესე თქვენი შეკვეთა. აუ, პირიქით. გამარჯობა, რა ქვია? ჯეი. შეიძლება მოვეფერო? შეიძლება. ვაი, ასაკეთე.
გამარჯობა. შეიძლება მოვეფერო. კი, შეიძლება, როგორ მოდი. არა. მადლობა. არა. გამარჯობა, სათვალე შერჩევა მინდა. იცით რა მოხდა? გუშინ სახში არ ყოფილა. მაშინ მიუმიუს ეს მოდელი. არც ტელეფონის ზარს პასუხობდი. გონი ბალენსია გა. ვიღაცა ქალმა უპასუხა, მერე ბოლო ზარზე. მაშინ აი იქეთ ვენოკები. და ვენოკი რა მინდა? რა ვიცი, თუ ცოცხალი გადარჩით? აი მე უკაცრავად ძალიან ავია რა, უფრთხილდით ცოტა. ჯერ მისმინე დამელოდე და აი ამ გემრიელობებს გაჭრა რომელიც დიფრებმა გამოგიგზავნა, კაი? დამელოდე. აი მე რა კაი ბიჭი ხარ. მოდი ჭამოთ. მიდი. კაია. მოგწამს ხო? ხაშუნოს? აი, კაი ბიჭი ხარ. ბიჭი ჭამ. სოუსი რა მიხვედი მინდა. ჩემი ლამაზი ბიჭი კაია ხო? ეხლა ნახოთ რა სიტყვებზე აქვს განსაკუთრებული რეაქცია ჯერის, მანამდე კიდე გამოგვიწერე. ქრისტი. ჩიტი. კატა. ჯერი კატა, აი კატა. წავედით? და კიდევ ერთხელ, ხო? ქრისტი. სად არის ქრისტი? სად არის? ნახე, აბა სად არის ქრისტი? სად არის? ეს ჩემგან შენ. აუ რა მაგარია, იცი მიყვარხარ. და შენი ქმარი? რა ჩემი ქმარი, ვერ ხარ ჩემი ქმარი, რა თქმა უნდა არ უყვარხარ. ჩვენ ვამბობთ და არ გავსჯით. გავსჯი კი არა რას ვიზავით, ერთი რამე ისეთი იყოს. დაიწყე. გახსოვს გიორგი, მე და შუა დიეტაზე ვიყავით. და რომ მეუბნებოდი რომ აი მე როგორ დაიკელი ქრისტი, რა კარგად გამოიყურები. გარეთ რომ გავდიოდი ხოლმე შოკოლადებს, ნაყინებს და მოკლედ ძალიან გემრიელებებს ვჭამდით. მე кайფები ქრისტი, აბა მე რატო ვიყავი დიეტაზე ის ერთი კვირა, რატო გამაწვალე ქრისტი? შენ რატომ ატყუებდი? რას გატყუებდი ქრისტი, შოკოლადებს ვჭამდი და მე ვიყავი დიეტაზე, რატო ვიყავი დიეტაზე? იო, მატყუებდი და დაიკელია. ეგ უბრალოდ კომპლიმენტია, მეტი არაფერი ქრისტი, კომპლიმენტს გეუბნებოდი რომ გაგისწორდეს. აი ხა ის სპაიდერმენი არ გირტყა. მე უნდა მირტყა კიდე? კი. კაი, ეგრევე ყველაზე მტკივნეულზე გადავიდეთ მაშინ რა. ხო გახსოვს ხელი რო გთხოვე? ხო. ხო გახსოვს მაგ დღეს გადაღება რო გქონა ერთ-ერთ ესთეტიურ ცენტრში? ხო. ხო გახსოვს მაკიაჟი რო გაგიკეთეს? ხო. და რო გეუბნებოდი რომ ძალიან გიხდება მაკიაჟი, ძალიან გიხდება თქო. ხო. მოგატყუე, კატასტროფა, ჩუპაკაბრა იყავი მაგ დღეს მართლა. უბრალოდ ხელი უნდა მეთხოვა და ვერ გითხარი რომ რას გავდი იმ მაკიაჟი. იცი რას გავდი? ძალიან ცუდი იყო ქრისტი, იმენა რა არის, ეგ იყო კატასტროფა, ვერ ვთქვი. ვერც იმ სალონში ვერ ვთქვი რომ არავის არ გაუტეხო და ვერ გითხარი. ბიჭო, გეთქვა და მოვიშორებდი. რას მოიშორებდი? რა მეთქო რას გავხარ მეთქი? ხო. გახსოვს გიორგი, მანქანა რო, აი, მანქანის კრილო გაგუნული რომ აღმოაჩინე. აი ახლა გაჩერდი. ეგ თუ შენი გაღუნული იყო? უყურე რა მოხდა. რა მოხდა ქრისტი, რატო გამიღუნე კრილო? გახსოვს რომ კარფურში ვიყავით და ზევით. მახსოვს. კარფურში რა დორთ. ხო, ზევით ახვედი, რაღაცა უნდა ვიყიდო. მე კიდე ურიკა მქონდა. ხო და ვიფიქრე რომ წავიღებ სწრაფად მეთქი ამ ყველაფერს თქო რა, ეს რკინის რო არის ურიკა და ზედმეტად სწრაფად წავიღე რა და კრილოს დავეჯახე რა. მე кайფები რა ჩვენ ყველას და ყველაფერს ვაგინეთ ქრისტი მაგ დღეს რაღაც მაგინებინე ვიღაცა წარმოსახვით ადამიანებზე. რომ მეთქი დამარტყა ვიღაცა და დატყდა მეთქი, აბა ეგ ადამიანი არის ხო? თურმე შენ არ ხარ ადამიანი, ცხოველი ხარ. ქრისტი, გახსოვს შენი
სახის დასაბანი რო გამოიწერე რაღაც 500 ლარამდე რო დაგიჯდა. ხო? ტანს ის რა კარგად ბანდა. იცი რა მაგათ კაფდებოდა. ხო გაგიკვირდა რომ მალე დასრულდა. ნეტა რატო დასრულდა? შენ ბიჭო. ხო და ისე დღეს რაც გაქვს ის შედარებით ნაკლებ ფასენი მაგითაც ტანსვიმა. ბიჭო ვერა ხო ანისთვის არ არის, სახისთვის არის. რა მნიშვნელობა ხო კაფდება ქრისტი სახისაც ვიბან მაგით და ტანსაც. და თმასაც. გიორგი არ შეიძლება მაგით ყველაფრის დაბალი. კარგი რა ის. უნისაპონი კი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს? ბიჭო რას ქვია რა მნიშვნელობა აქვს? ეგ არის სახისთვის და ეს ზვირი. დღეს ქრისტის დაბადების დღეა და მოგიყვებით როგორ შეჭამა ქრისტიმ 112 ცალი ხინკალი. მანამდე კი მიულოცეთ ქრისტის დაბადების დღე და გამოიწერეთ. რესტორანში მისვლისთანავე ქრისტის უთხრეს რომ საათი და 10 წუთი მოუწევდა ხინკლის ლოდინი და ქრისტის ნერვებზე მოიშალა რადგან აღარ შეეძლო შიმშილი. სწორედ ამიტომ ქრისტიმ პირველ რიგში შეუკვეთა აჭარული ხაჭაპური. ქრისტი ისევ და ისევ ძალიან მშერი იყო და აჭარულის დანახვისთანავე მიხვდა რომ ეს აჭარული საერთოდ არ გავდა აჭარულს ეს აჭარული საერთოდ არ იყო აჭარული. ქრისტი მოატეხა ყუა ამოუსვა აჭარულში მიიტანა პირთან გასი და მიხვდა რომ ეს აჭარული ისეთი იყო რომ ჯობდა ისევ ხინკალს დალოდებოდა. ამასობაში ჩემი დროც მოვიდა და მე გავსინჯე მწვადი. მე პირადად მომეწონა მწვადი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა მე მომეწონებოდა თუ არა, მთავარი იყო რომ ქრისტის მოწონებოდა. ეს ხო ქრისტის დაბადების დღე იყო. თუმცა ქრისტიმ დააგემონა ეს მწვადი და აჭარულზე გაბრაზებულმა თქვა რომ ეს მწვადიც არ არის გებრიელიო და ამას დამატებული მშრალიაო. დაიდადგა დრო როდესაც მოვიდა ქრისტის საყვარელი კერძი ხინკალი. ქრისტი მიიტანა პირთან გასინჯა ხინკალი, შემდეგ აიღო და დალია წვენი. ქრისტი მიხვდა რომ ტყუილად არ უყვარდა ხინკალი. ქრისტი მიხვდა რომ ხინკალი იყო მისთვის საუკეთესო კერძი. თუმცა 112 ცალის მაგივრად ქრისტიმ შეჭამა 5 ცალი ხინკალი და დანაყრდა. ახლა კი დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა ვაჩვქე ქრისტის დაბადების დღეზე. ქრისტი სმარტი ხო გინდა ვარდისფერი? კი. აი აქ თუ გამოიცნობ და მეტყვი ახლა რომელი რას ნიშნავს, მაშინ აუცილებლად გიყიდი სმარტს. შენ აგონია არ ვიცი, მინდი მითხარე. კაი, დავიწყოთ. აი პირველი ბ რას ნიშნავს? ბ არის სწრაფად. რა ბალანსი ქრისტი, რა ბალანსი, რისი ბალანსი უნდა იყოს? უყურე, რა ქვია, დაბალანსებლად დადიხარ. უკომენტაროთ. შემდეგი. დ რას ნიშნავს ქრისტი? დრაივ. ოკეი, დ სწორია. ნ რას ნიშნავს? ნეიტრალურად დადიხარ. ნეიტრალურად, აი როგორ უნდა იარო, უბრალოდ ამიხსენი. ნეიტრალურად ნიშნავს? არას ნიშნავს. არც ზადნ საძრევ და არც დრაივ, თუ რა თემაა? არა, ყურე. არ ვიცი, მე ისე ვფიქრობ, რომ რა კაი. აი, ისწავლი. ერი რას ნიშნავს მითხარი? ერი არის რეარი, ანუ უკარო წახვალ. ყოჩახ და ბოლო, პ. ვიცი, იმიტომ ჩაგდებული მაგ და პარკირება არის. ხალხო დაწერეთ კომენტარებში, აი ეკუთვნის ახლა ამას სმარტ თუ არ ეკუთვნის, უბრალოდ დაწერეთ კომენტარებში. ვისწავლი გიო? ვისწავლი კარებას და და ეხლა რა თქინა სმარტი? აი მეყოლება, მე მანდ ვისწავლე მაგ კნოპკებს რაღაცა. აბაჰე. TikTok-ში ვნახე, რომ Coca-Cola-ს უმატებენ კიტრის მწნილის წვენს, კიდე წიწაკის წვენს და კიდე კიტრის მწნილს და გამოდის უმაგრესი წვენი Coca-Cola-ის. დავტესტავ და გავიგებთ რამდენად გემრიელია. პირველ რიგში ყინული უნდა გქონდეთ Coca-Cola. წვენი ჩავასხათ. აჰა, всё. კიტრის მწნილიც უნდა ჩავაჭრათ. საბოლოო წიწაკის წვენი. ეს ბევრი არ გავუკეთებია მახსოვს. სანამ დავლევ აუცილებლად გავამიწერეთ. ძალიან მაგარია. რაღაცნაირი გემო, ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია, გასინჯე გიო. ვა, გემრიელია. განაირად არის გემრიელი. ძალიან კაია. გასინჯეთ აუცილებლად ხალხო, აი ასიანი მოგეწონება ჩანსი არა რა. ეხლა ყოველ დღე დავლებით თუ არ გეტყვი, მაგრამ გემრიელი. კი, რაღაც უცხო გემო. გამარჯობა, შეიძლება ჩემ გემოზე ავაწყო ქორდოგი? დიახ, ჩვენ 14 სახეობის ქორდოგი გვაქვს, თუმცა კიდევ შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით გადაანაწილოთ ინგრედიენტები. კარგი, მაშინ დამიმატე მოცარელა მინდა, მდნარი ყველი, ზევიდან მოიყაროს კარტოფილის კუბიკები, დორიტოსი, მე ასევე ბეკონი. მივდივარ სამსახურიდან. გამარჯობა, Wi-Fi-ის პაროლი რომ ვითხრათ. შეუკვეთეთ ქორდოგი. კარგით, ერთი სტანდარტული მინდა, მაშინ კარტოფილის კუბიკებით. ესეც თქვენი ქორდოგი. მადლობა და Wi-Fi-ის პაროლიც რომ ვითხრათ. პაროლია, შეუკვეთე ქორდოგი. მადლობა. გამარჯობა, ერთი სტანდარტული ქორდოგი თუ შეიძლება. გამარჯობა, თქვენზე ფიგილარი არის. თქვენს მზარეულს ვიცნობ. უკვე 10 ლარია.
ნიკა, ორი ამბავი მაქვს, ერთი ცუდი, ერთი კარგი. რომლით დავიწყო? სულ ერთი. უნდა დავშორდეთ. და ცუდი რა არის? ვინ არის ჩაკაფულისთვის შექმნილი? ვინ არის ყველაზე გემრიელი? რა? ვისგან გამოვა ყველაზე მაგარი მწვადი? და საბოლოოდ ვის გიყვარვართ ყველაზე მეტად? ის არ მოგდეს და ეს მაიმუნოვები. შეყოლ გაუმე. დღეს ვეცდები გავამზადო მაკდონალდსის ჩიზბურგერის სახლის პირობებში, შემდეგ ამ ჩიზბურგერს გავასინჯებ ქრისტის და ვნახოთ, გაარჩევს ქრისტი თუ არა სახლის ჩიზბურგერს და მაკდონალდსის ჩიზბურგერს ერთმანეთისგან. ჩიზბურგერის გასამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. რა თქმა უნდა, ფუნთუშა, მჟავე კიტრი, კეჩუპი, საქონლის ხორცი, მდოგვი, ჩედარის ყველი და ბოლო ინგრედიენტი არის ხახვი. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა ვქნათ, უნდა გავხოთ აი ეს რბილი ფუნთუშა აი ამ ტაფაზე. შემდეგი ეტაპია ესეთი ულამაზესი გამრტყელებული ხორცი უნდა დავაგდოთ ტაფაზე, ნახევარწუთი ერთი მხრიდან, ნახევარწუთი მეორე მხრიდან. წესით საკმარისი იქნება. ჩვენი უგემრიელესი ხორცი უკვე გამზადდა, ეხლა ეს ხორცი უნდა ავიღოთ და დავდოთ აი ამ ფუნთუშის ქვედა მხარეს. შემდეგი ეტაპი ყველი დაადეთ ეგრევე ზევიდან, რომ რაც შეიძლება დაალღვეს სანამ ცხელი არის ხორცი. შეგიძლიათ ტაფაზეც ხორცს ზევიდან დაადოთ და იმასთან ერთად ჩაალღოთ, ეგეც არ იქნება არანაირი პრობლემა. ამ ფუნთუშის მეორე მხარეს, ანუ ზედა მხარეს, უნდა დავასხათ კეჩუპი, ალბათ ეყოფა. უნდა დავაყაროთ აი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი. დავაყაროთ პიკული. იგივენაირად არც ისე ბევრი და რაც მთავარია, მდოგვი. მდოგვიც ცოტა, ბევრი არ მოგივიდეთ. და მორჩა, თქვენი ბურგერი არის მზად, უნდა აიღოთ უბრალოდ ეს ქვედა ფენა და დააფაროთ ზევიდან. სულ ეს არის და ეს არის თქვენი მაკდონალდსის ჩიზბურგერი. ქრისტი, ეხლა უნდა დააგემოვნო აი ეს ბურგერები. ეს ერთ-ერთი მოვაკვიჩე ხალხო არ შეიმჩნიოთ, არა უშავს, ქრისტი მოკვეჩილი ბურგერები უნდა ჭამო. აჰა, შენ პირველი ბურგერი. და მიდი თქვი 10-დან რამდენ ქულას დაუწერ მითხარი. რატო აკლია ნაცი? მოკვეჩილია მოკვიჩე. მეც მაინტერესებდა. 10-დან რამდენი? 10-დან 7. 10-დან 7. გემრიელია ხო ანუ? ოკეი. მზადხარ შემდეგის. აჰა. გასინჯი. ამ ხელებს კვიჩო. 10-დან 9-ს დაუწერ. 9? წვნიანია უფრო და უბრალოდ აი მდოგვი აქვს ცოტა მეტი და აი ეგ კაი, რას ფიქრობ, რომელი არის ჩემი გაკეთებული და რომელი მაკდონალდს? იცი რას ფიქრობ, რომ ეს არის მაკდონალდსის და შენი გაკეთებული. ანუ ჩემი უკეთესია. კი. აი, გაახელე თვალები. ეს ჩემი ბურგერი არის და ეს მაკდონალდს, მართალი ხარ. ყველაფერი ბევრი აქვს რა შედარებით და უფრო მომეწონა. კიო. モカちゃんが教えてくれたいろんな見た目になれるアプリなんだって。どれどれ？ შენ ორშაბათიდან დიეტას არ იწყებდი? მე როგორც მახსოვს ორივე ვიწყებდით. აი, შემდეგი ორშაბათიდან ვიწყებ. გამარჯობათ, ამის წაღება მინდა და ვერ შემეფოთოთ. აბა თქვით, ნახვამდის. თუ მარათონზე მივიდი ხარ და მეორე ადგილოსაც გაასწარი, რომელ ადგილზე ხარ? პირველი. დარწმუნებული ხარ? კომენტარებში დაწერეთ სწორი პასუხი, იმიტომ რომ სწორი იყო თავიდან. მესამე. მეორეს რო გაასწარი, რანაირად ხარ მესამე? რაშინ მეორე? დარწმუნებული ხარ? კი. 100% დარწმუნებული ხარ? კი. კომენტარებში დაწერეთ სწორი არის თუ არა ეს ბავშვი. აჰა, მიდი შენ გოლიათი პირველი და გახსენი და კომენტარებში ველოდებით თქვენ პასუხებს. ტაბასქვიში ამოვიდა. აი ესეთი საყვარელი ტაბასქვიში ამოვიდა. დაწერეთ ვის გიყვარ ტაბასქვიშები. ვინ ლაპარაკობს ყველა ენაზე, მაგრამ არც ერთი ენა არ იცის. დაფიქრდე, ვინ ლაპარაკობს ყველა ენაზე, მაგრამ აი არც ერთი ენა არ იცის. ვინ შეიძლება იყოს? აბა იცი პასუხი? არა. ახლოსაც არ ხარ? შენ თუ იცი? კომენტარებში დაწერეთ სწორი პასუხი. უთხრათ გიორგის სწორი პასუხი? კაი, სწორი პასუხია ეკო. ეკო იცით რა არის? კი. აჰა, შენ პატრა კოშკი და მიდი გახსენი გვანახი შეგინთ რადეს. აი ესეთი საყვარელი ტანკი ამოვიდა, დაწერეთ ვის გიყვართ ტანკები. ქრისტი. შენთვის მაგ ძალიან მაგარი საჩუქარი. აი ძალიან მაგარი, ძალიან რომ მოგეწონება, რას ფიქრობ, რა არის შეგნით? რაფაელ, მოდი რაღაც გემრიელობები. ვერ გამოიცანე კიდე, სხვა მეორე ვარიანტი. რა არის? საგზური. იტალიაში. კაი, გახსენ.
ზატყარ უეჭველი? ეგ არის? შეიძლება. ზატყარ? კი. ახსენი 3 2 1 დებილი ხარ, იმენა დებილი ხარ, არ კარგი ბიჭო ამდენი ყადაობა მართლა. სულ როგორ ყადაობა, ბიჭო,